მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ უყურებთ ბარტო დრაივის მესამე ეპიზოდს. დღეს კი სტუმრად გვეყოლება ამერიკელი Cadillac ATS. სანამ ჩვენ ამერიკელ სტუმარზე გადავალთ, მინდა გითხრათ, რომ შეიქმნა ჩვენი test drive-ის ოფიციალური Facebook ჯგუფი, რომლის სახელიც არის ბარტო გატესტე. და ალბათ ჯგუფის სახელიდან გამომდინარე მიხვდებოდით თუ რა თემატიკის იქნება ეს ჯგუფი. თუ ყავთ რაიმე საინტერესო ავტომობილი და გინდათ რომ ჩვენს test drive-ში გამოჩნდეს, ძალიან დიდი თხოვნა იქნება რომ შეხვიდეთ ამ ჯგუფში, ატვირთოთ თქვენი მანქანის ფოტოები და ჩვენ აუცილებლად გადავიღებთ იმ მანქანას. ნუ თუ ატვირთ არ გინდათ, შეგიძლიათ მეილზე მოგწოდოთ პირდაპირ და იქ შემოგთავაზოთ თქვენი საინტერესო ავტომობილები. რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ სტუმარს Cadillac ATS და მიზეზი თუ რატომ მოვიყვანეთ საერთოდ ეს მანქანა და აი რაში წერია ამ მანქანის მოყვანა. პირველი მანქანა რომელიც მოვიყვანეთ იყო გერმანული სედანი, ჩემი Audi A6. შემდეგ უკვე მოვიყვანეთ იაპონური ავტომობილი Toyota Camry და ახლა გადავწყვიტეთ რომ უფრო დასავლეთით წავსულიყავით და მოგვიყვანა ამერიკული სედანი. კონკრეტულად ეს Cadillac ATS. ATS, როგორც გინდათ ისე დაუძახით. დავიწყოთ უკვე ჩვენს Cadillac-ზე საუბარი. პირველი რასაც გეტყვით, არის მანქანები, რომელსაც ეკონკურენტება კონკრეტულად ეს Cadillac. ეს არის გერმანელებიდან რო ავიღოთ, იმიტომ რომ გერმანული მანქანები უფრო აქტუალურია ჩვენ ქვეყანაში. BMW F30-ის, Mercedes C-კლასის და Audi A4-ის კონკურენტია. და რა ვიცი ახლა, რასაც მე ვუყურებ, თითქოს კარგად უწევს კონკურენციას, მართლაც საკმაოდ კარგი იყო, რომელსაც შემდგომში რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ დავტესტავთ. და ნუ რავი, ექსტერიერს შევავლოთ თვალი მანქანა მთლიანობაში როგორ გამოიყურება. ერთადერთი რაღაცა შემიძლია თქვა ამ მანქანაზე. სამკუთხედია. აბსოლუტურად მანქანის ყველა დეტალი არის სამკუთხედი. ანუ აი ეს იმდენად წვეტიანია, რომ აი არ ვიცი. კაცი რო გაიტანო, ალბათ დაბეჟილობები არ ექნება. პირდაპირ ჩამოეცმევა ამაზე და მეყოლე კარგად ეგრევე ლობიო, თევზი, რამე აქეთ-იქით. მაგრამ მთლიანობაში ეს იმას არნიშნავს, რომ მანქანის ვიზუალი არ მომწონს, პირიქით ეს დაკუთხული ფორმები, მიუხედავად იმისა, რომ უფრო ძველ მანქანებს ჰქონდათ ხოლმე, არა, თანამედროვეობაში იდეალურად გადმოვიდა და ძალიან მაგრად უხდება ამ მანქანას ესეთი წვეტიანი წინა მხარე. აგრესიულობაც ასე თუ ისე აქვს ამ მანქანას, არ დაგიმალავთ ეს ზემოთ გადასული ფარები, რომელიც ძალიან მაგრად გამოიყურება და ასე ვთქვათ, Cadillac-ის ერთ-ერთი ნიშანია. უნდა აღვნიშნო, რომ ამ მანქანას თავისი განსაკუთრებული ხასიათი აქვს და აი ვიზუალურად არც ერთ სხვა მანქანას არ გავს. და რას გულისხმობ ამაში? აი რო ვდგეთ და ეს Cadillac-ის ლოგო რომ მოვაძროთ ხო საერთოდ. მაინც ადამიანი მიხვდება, რომ Cadillac-ი არის, ანუ თავისებური ტიპი არის, ანუ არც ერთს არ გავს. აი თავისთვის არის და მარტივად მიხვდები Cadillac-ის ლოგოს გარეშე, რომ ეს არის Cadillac-ი და სხვა არც ერთი მანქანა. როგორც ხედავთ, მანქანა საკმაოდ პატარა არის ზომაში, როგორც უკვე ვახსენე, F30-ის, C-კლასის და A4-ის კონკურენტი არის, ანუ მცირე ძარის მქონე სედანი არის და ხოთაშოის ჩვენ ქვეყანაში ძალიან პოპულარული არის ესეთი ტიპის მანქანები, იმიტომ რომ დიდი სედანებისგან განსხვავებით გაცილებით უფრო ცოტასაც წოვს, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში უფრო დაბალი ტრაჟიანი ძრავები აქვს ხოლმე ესეთი ტიპის მანქანებს. ნუ ეხლა Mercedes-ი კიტანის ხოლმე მაინც 8 ცილინდრიანი ამ C-კლასებში, მაგრამ ოკეი, არ მაქვს პრობლემა. კაპოტს უნდა შევეხო აუცილებლად, იმიტომ რომ თითქოს ვიზუალურად კარგად გამოიყურება ეს კაპოტი და მე ძალიან მომწონს, აი ქვემოთ ესე ჩამოშვებული ადგილი აქვს დატოვებული და ეს რა თქმა უნდა აეროდინამიკისთვის აქვს, რომ ეს ჰაერი წამოვიდეს და გაატაროს მანქანის ბოლოში. ამას იმიტომ ვამბობ, ფიქრობ Cadillac-ის ინჟინერებმა იფიქრეს მაგაზე და ნამდვილად დახვეწეს ამ მანქანის აეროდინამიკა. ასევე ცენტრში ისევ სამკუთხედი ფორმის ამოწეული კაპოტი გვაქვს. არ იფიქროთ, რომ ძალიან დიდი ძრავი დგას შიგნით და მაგიტოა ეს კაპოტი ამოწეული, ეს არის უბრალოდ ვიზუალის ნაწილი და რავი, მთლიანობაში უხდება, ვერაფერს ვერ დაუწუნებ მე. გამოვიდეთ ამ მანქანის გვერდით ამ მხარეს, გვერდზე რა გვხდება? აღარ 90% სამკუთხედის ფორმის გვხდება. ნუ რავი, დისკებს შევეხოთ, 18-იანი დისკი არის მანქანაზე წარმოდგენილი და გეტყვით, რომ ამ ზარის ზომისათვის საკმაოდ დიდი დისკია 18-იანი. ხა ამაზე 19-იანი რო დააყენო, უკვე აი ისეთი ხისტი იქნება, რომ არ ვიცი, ისედაც სიხისტი არ აკლია ამ მანქანას, რომელსაც მე მართვაში აუცილებლად გავივლით. აი არ ვიცი, იმენა წიხლებს იტყვევინება მანქანა უყოდ მართლა. ნუ აი ეს ზოლიც სამკუთხედ ფორმაში მოყვება მანქანას. იმის აღმნიშნელია ეს, რომ ეს არის Cadillac-ი და არა რომელიმე სხვა მანქანა, რომელიც უმეტეს შემთხვევაში მრგვალი მანქანები გამოდის ხოლმე ამ ბოლო დროს. ასევე მინდა აღვნიშნო ეს კარის სახელური, რომელიც ასევე სამკუთხედი არის, გაგიკვირდებათ და არის სხვათა შორის keyless entry-ზე, ანუ ეს ღილაკზე არის, როდესაც დააჭერთ ჩვეულებრივ გაიღება, იმ შემთხვევაში თუ
ჯიბეში გიდევთ გასაღები და როგორც კი ისე დააჭერთ, ისე მანქანა დაიკეტება ჩვეულებრივად. ეს ფუნქცია ჩემ მანქანასაც აქვს, ოღონდ სენსორზეა. ამ შემთხვევაში ღილაკი გვაქვს. და აი მე მაინც სულ მგონია ხომე რომ ღია რჩება და ანუ ამას რომ ვაჭერ ხომე და მანქანას ვახომე ხმა რომ დავიკეტეო, მაინც მე ვიღებ გასაღებს და ვაწვალებ დაიკეტა თუ არა. ნუ არ ვიცი, შეიძლება ჩემი წიკია და თქვენ სავარაუდოდ ეგ პრობლემა არ გექნებათ. ეხლა მოდი უკანა მხარესაც ჩავზეთ ამ მანქანის და გაჩვენებთ თუ როგორი ადგილი არის. თავიდან გეტყვით ძალიან პატარა ადგილია, აი ძალიან პატარა ადგილია. ნუ წინ მივიჯექი, ანუ სავარძელი საკმაოდ მოს გაწეული, არ დაგიმალავთ მაგას, მაგრამ აი პროსტა არა ანუ ფიზიკურად ვერ ვახერხებ ფეხების გასწორებას, ანუ იმენა ესევზი ვარ რა და ანუ თუ ფიქრობთ რომ ამ მანქანას შეიძლება იმის გამო რომ უკან საკაიფოდ დატევ ხალხს, მაგის შანსი არ არის. ჯერ ხო თავი ესე მიდევს, ანუ არ ვარ ეგეთი მაღალიც რა, თავი ესე მაქვს და ფეხებსაც აშკარად ანუ სწორად ვერ ვდგავ, ასე არა. ეს მანქანა 4 კაცისათვის არის წარმოუდგენელი თემა, ძმაო. იმდენად პატარაზე ვზივარ, უკან დაჟე ბეზარება რომ რაღაცები ავხსნა. მაგრამ ეხლა მაინც გაჩვენებთ რეებია, აქ ეს შეულებრივ ჯიბეები აქვს, ყავის ჯიბეები აქვს და რაღაცების შენახვა შეგიძლიათ და უკან ასევე 12 ვოლტიანი სოკეტი გვაქვს, სადაც შეგიძლიათ სიტყვაზე ტელეფონი შეაერთოთ და ასე შემდეგ. Გამოვიდეთ ამ მანქანის უკანა მხარეს, აქაც ყველაფერი კადილაკის სტილში არის გაკეთებული, რა გავაკეთო, აი რაღაცნაირად მომწონს ეს სამკუთხედი ვიზუალი ამ მანქანაზე, აი ძალიან მომწონს. ეს ფარები აქაც კადილაკის მსგავსად ეს სწორად გვაქვს ჩამოშველი ვერტიკალი, ხო ვერტიკალურია. ვერტიკალურად გვაქვს. სპოილერის ნაცვლად ხდება განათება, რომელიც ასევე სამკუთხედია, გაგიკვირდებათ. სამკუთხედია და ძალიან მაგრად ანათებს ღამით განსაკუთრებით, აი ალბათ ვერც ერთ სხვა მანქანას ვერ შეედრება, როდესაც აი ეს ფარ სპოილერი ანათებს ღამით და ხო აი რაღაც განსხვავებულ ვიზუალს ძენს მანქანას უკანა მხრიდან. აი მართლა ვამბობ. აქაც ეს კადილაკის ლოგო გვაქვს წარმოდგენილი, რომელიც ისევ სამკუთხედ ფორმაზე არის გამოყვანილი და აი აქაც წერია United States-აც ნიშნავს რომ მანქანა არის ამერიკული, აი სუფთა ამერიკული მანქანა, ეს სუფთა ამერიკული. და მაყუჩები, აი მაყუჩებზე გავგიჟდი, აი მაყუჩებმა ჩემი გული დაიპყრო. აი ცენტრში რო არის ესე გადმოტანილი, გვედებზე არ არის გასული და ძალიან მაგრად უხდება. რათან საკმაოდ დიდი ზომის არის, ანუ აი ჩვეულებრივ ხელი მეტევა შიგნით. ხა დიდი ძრავი არა აქვს და რაღაც გასაოცარი ხმა არა აქვს ამ მანქანას, თუმცა დიდი მაყუჩი რო აქვს, ვფიქრობ უფრო სპორტულ ხასიათს ძენს ამ მანქანასაც კარგი. ეს დიფუზორი აქვს აქ, რომელიც ფეიკი არის, არ არის რეალური, ჩვეულებრივი პლასმასი არის მიგდებული და არ არის შეღებილი და ეს იმიტომ არის გაკეთებული, რომ რაღაცა კენჭი თუ ამოვარდება საბურავიდან რაღაც მსგავსი, არ დაიკაწრება რა, მაგიტოა შეუღებავი და რავი, მთლიანობაში მანქანის ვიზუალში ასე თუ ისე ჯდება. ნუ ბეჯინგი გვაქვს ძალიან საკაიფო რა, აი ამის თქმაც დამოვიწყდა, აქ კადილაკი აწერია, ვერცხლისფრად ნიკელში გაკეთებული და ძალიან მაგრად უხდება. და აქეთ ATS-ი. მართლა ლამაზია. უკანა მხრიდან მართლა ლამაზია ეს მანქანა. ეხლა გადავიდეთ ყველაზე მნიშვნელოვანზე, ამ მანქანის ძრავზე. ხა ბევრი კი ფიქრებს, რომ აი მე ამერიკულ მანქანას იღებენო, აი მინიმუმ 6 ლიტრიანი ძრავი უდგას, მაგრამ არა. დიდად ლიტრაჟით ვერ გაგაოცებთ ეს ძრავი. სამით აქ ცოტა თითების ისეთი მოძრაობა სჭირდება. სამით. ეს არის ამ მანქანის ძრავი. ეს არის 2 ლიტრიანი 4 ცილინდრიანი ძრავი, ტურბო ძრავი, ну რა თქმა უნდა ტურბო ძრავია, იმიტომ რომ 2 ლიტრიანი ძრავი ტურბოს გარეშე ფიზიკურად ცხენის ძრავს ვერ ამოიღებს, შანსი არ არის. რაც შეეხება ეხა ტექნიკურ მახასიათებლებს, 272 ცხენის ძალა აქვს ამ კონკრეტულ ძრავს მეგობრებო. რაც ვფიქრობ, საკმაოდ კარგი შედეგია 2 ლიტრიანი ძრავიდან და ხო 400 ნიუტონი მაბრუნებელი მომენტი აქვს. მე მგონი, ეშველათ ამერიკელებს და ისწავლეს როგორ უნდა ამოიღონ ბევრი ცხენის ძალა დაბალ ლიტრაჟიანი ძრავიდან. იმიტომ რომ ადრე აი ტურბოს გაგონება არ უნდათ, აი ამერიკულ მანქანაში ტურბო იყო რაღაცა, აი ძალიან იშვიათობა რა. ნუ იქ იაპონელები კი იყენებდნენ ტურბოს საკაიფოდ, ყველა მოდელში ტურბო ეყენათ რა, სჭირდებოდათ, არ სჭირდებოდათ, სულ ტურბო ეყენათ. ამერიკელები არა. პირიქით წინააღმდეგები იყვნენ ტურბო ძრავების და უმეტესად ატმოსფერულ ძრავებს აწარმოებდნენ ხოლმე. ჩემთვის პრიორიტეტული ატმოსფერულია, იმიტომ რომ უფრო სწრაფად რეაგირებს ზოგადად ძრავი, ანუ ტურბოში ჰაერს გაუშვებს და მე წამოიღებს ამ ცხენის ძალებს საბურავებზე, ხო? მაგრამ ამ შემთხვევაში დიდი დაყონება არ გვაქვს ამ ტურბოზე, მინდა გითხრათ, დაახლოებით რაღაც 1800-3000 აბაროტიდან მოყვება ეს ტურბო და მანქანაც მოდის, ასე თუ ისე. და ეგ დიდად პრობლემას არ წარმოადგენს. გარდა ძრავის ლიტრაჟისა, ასევე მეორე ტრადიციაც დაარღვიეს ამერიკელებმა კადილაკში და ეს არის მანქანის წონა. აი მოდით ვთქვათ, რომ
ამერიკელებს ძალიან უყვართ მძიმე მანქანების გაკეთება, ხო? აი ყველა მანქანა იყო მძიმე, აი განსაკუთრებით ძველი მოდელები, ახლა ასე თუ ისე დაამუღამეს. მანქანის ზარა როდესაც მძიმე გამოვიდოდათ ხოლმე და ხვდებოდნენ, რომ ეს მძიმე მანქანა ფიზიკურად ვერ ჩქარდებოდა შესაბამის დროში. დები მის მაგიათ რომ ინჟინერები დაესვათ და რომ ეთქვათ რომ მოდი იცი რა, მოდი ზარის წონა და უფრო ჩატე გავხადოთ ზარა. არა, მიდიოდნენ და უფრო დიდი ძრავი, რაც ქონდათ იმას აგდებდნენ ხოლმე მანქანაში. და რას ვიღებდით? მუსტანგის ნაირ ფართი ქრაშერებს. ეხლა ვიცი კამერის უკან ეს ჩემი მუსტანგის ფანი ოპერატორი რო იკრიჭება, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას მაო, რომ მუსტანგს ფეხს დააფარებ და ეგრევე მოწყვეტილი ხარ. რაღაცაზე ხარ შევალილი, ხო მეთანხმები? ხო, მეთანხმები, მაგრამ ვფიქრობ მუსტანგის მუღამით და ხასიათით ეგ არის, რომ ეგეთი უნდა იყოს. და ამ შემთხვევაში პირიქით ინჟინერებმა გადაწყვეტეს, რომ მოდი ზარა უფრო მსუბუქი გავხადოთო, შედარებით უფრო დაბალი ტრაჟიანი ძრავი მივცეთ ამ მანქანასო და შექმნეს თანეკონომიური, ტრანსპორტული, შედარებით სწრაფი ყოველდღიური მანქანისთვის და პრაქტიკული მანქანა. აი პრაქტიკა ცოტა ეჭვმეპარება, იმიტომ რომ უკან ვერ ჩავეტიე. ნუ კაპოტი დავხვდეთ და ეხლა უკვე საბარგულზე გადავიდეთ, საბარგულში რა ადგილი ხდება. ნუ აი უკან მართლა ძალიან ცოტა ადგილი იყო და მაგის გამო ძალიან დიდი მინუსი ჩემგან ამ კადილაკს რა. ანუ რავი, ეხლა F30-ში ჯდარ ვარ უკანა სავარძელზე და ასე თუ ისე დიდი ადგილი არის. საბარგულზე უნდა გაჩვენოთ ერთი უცნაური რაღაცა. მანქანას აქვს ფუნქცია და ანუ გასაღებით იღება ჩვეულებრივ უკანა საბარგული. მანქანას არ სჭირდება გასაღებინა საბარგულის გახსნა, ლოგიკურად დავფიქრეთ. რაღაცა დაზურგული მოდიხარ, დიდი კარფურის პარკები გიჭირავს ხელში და უცებ გინდა რომ დააჭირო და გააღო საბარგული და ჩატენო, ხო შეგით ლოგიკურად. აჰა, კადილაკის შემთხვევაში რა ხდება? კონკრეტულად ამ მოდელის შემთხვევაში. ანუ თუ მაინც უნდა მივიდე, ეს უნდა ავწიო და მერე ჩავდო. რაღა აზრი აქვს მაშინ გასაღებიდან გახსნას? ანუ ხო შეიძლება რომ ცოტა უფრო ძლიერი ამორტიზატორები დაეყენებინათ და ბოლომდე იღებოდეს ეს? ანუ სისულელეა ჩვეულებრივ. რაღაცა მოჩათლახებული არის. იმის რა ბაგაჟნიკის ამორტიზატორები. და ეგ არ მომწონს რა, არ ვიცი ხახულადაც ესე იყო თუ მე რაღაც პერიოდის განმავლობაში ცდება და ჯდება ეს საბარგულის ამორტიზატორები, მაგრამ ორივე შემთხვევაში ცუდია. ანუ ან ცუდი ამორტიზატორები დააყენეს თავიდანვე, ან დროთა განმავლობაში გაფუჭდა, იმიტომ რომ ცუდი ამორტიზატორები აყენა თავიდანვე. ისევ კადილაკის სტილში ძერსკად გავაღოთ საბარგული. მე ხელით დავამატოთ და გაჩვენოთ რა ზომის საბარგული აქვს ამ მანქანას. საბარგულის ზომა, რა ვიცი, ნორმალური არის. მე ვიტყოდი რომ ცოტა უკან რო გამოეწიათ საუაზლები და უფრო დიდი ადგილი დაეტოვებინათ უკან და ეს ცოტა ის საბარგული დაეპატარებინათ, უკეთესი იქნებოდა. ნუ ყოველ შემთხვევაში დავეტეოდი მაინც ყველაზე ელემენტარული. მაგრამ რავი, ამ შემთხვევაში ნორმალური საბარგული ზომა გვაქვს, ის გასათვალისწინებელია, რომ შეგვიძლია უკანა სავაზლების წინ გაწევა და ადგილი გაცილებით უფრო დიდი ხდება. მერე შეგიძლიათ, რა ვიცი, თხილამურები შეყავოთ, ველოსიპედი შეაგდოთ, ველოსიპედი ცოტა იჭმეპარება. ცოტა დასაკეცი ველოსიპედი კი წავა, ბაზარი არ არის. ნუ აქ ზეთი უდევს მე პატრონის მანქანის, ცოტა მაეჭვებს, ხო არ იკლებს ეს მანქანა და მაგიტო ხო არ უდევს საბარგულში ზეთი. აი ლოგიკურად დავფიქრეთ რა. თან ვოლფის ზეთი არის, მოდით შევამოწმოთ 5.30. მე 5.30 ვარ, ხო, სხვათა შორის 3.0 კომპრესორზე. ეს რეკლამა არ არის. არა, რეკლამა არ არის, ეს ვოლფი არ არის, ეს არის მელა. საბარგული მთლიანობაში სტუდია არ არის, თუ აი ამ რაღაცა კიდევ ერთხელ გამოვერდები მოჩათლახებულ ამორტიზატორებს არ შევეხებთ. ეხლა უკვე წავიდეთ, გავატაროთ მანქანა. როგორც მითხე, საკმაოდ დინამიკური არის და F30-საც კი უწევს კონკურენციას ხისტ მოძრაობაში და ვნახოთ როგორ იგრძნობს. წავიდეთ. გადმოვედით ამ მანქანის სალონში, სადაც მეფენი მართავი კადილაკ ATS. რაღაცა სტანდარტული სიტყვები გახდა ჩვენი ტესტ-დრაივების ეგ. სალონი რავი, პრინციპში პირველი რაც უნდა თქვა არის ალბათ სივრცე, ხო? რა სივრცე არის სალონში, რა მასალისგან არის აწყობილი ზოგადად სალონი, იმიტომ რომ ეს არის კადილაკი, ეხა ეს იყოს მუსტანგი ან რაიმე სპორტული ამერიკული მანქანა, იქ სალონზე გართულება საერთოდ არ მექნებოდა, იმიტომ რომ ყველა ვიცით რომ სულ პლასმასისგან არის აწყობილი ყველა მუსტანგი, აი აბსოლუტურად სალონში ვაბობ რა თქმა უნდა. სივრცის თვალსაზრისით როგორც უკან არც ამ შემთხვევაში არა მაქვს დიდი სივრცე, თითქოს აი რაღაც სავსე არა, აქაურობა. მანქანას კაცის ფორმა აქვს უკვე მიღებული, ოღონდ მართლა. მიუხედავად იმისა, რომ სავარძელს წევ უკან, ანუ უკან შემიძლია რომ გავწიო რა სავარძელი საკაიფოდ, აი მაინც რაღაცნაირი დახუთულობა იგრძნობა და არ მომწონს ეგ ფაქტი. მანქანა, ნუ ეს კონკრეტული მოდელი არის უკანა წამყვანი, მანევრი საკმაოდ კარგი აქვს, მაგას არ დაგიმალავთ, ნუ გაწევაც.
სუდი არ არის, კარგია. 272 ცხენი ნამდვილად იგრძნობა ამ მანქანაზე. მე სხვათა შორის მეგონა რომ რახან 2 ლიტრიანი ძრავიდან მეთქი ამხელა ცხენი აქვს ამოღებული, თქო ამხელა ეხა უფრო მეტებსაც აკეთებენ ხოლმე გერმანელები, მაგრამ 2016 წლიანი მანქანა ეხლა 9 წლის მანქანა არის შესაბამისად ეგეთი რაღაცები არ მოეთხოვება. ვიფიქრე რომ ძალიან დიდი ტურბინა იქნება მეთქი და ამ დიდ ტურბინასთან ერთად უფრო დიდი დაყოვნებაც იქნება თქო, მაგრამ აი საერთოდ არ მაქვს ეგეთი განცდა რომ ტურბინიანი ძრავია და რაიმე ტიპის დაყოვნება აქვს, ანუ ეგრევე მოყოლა. დაბალი აბაროტებიდან ტურბინა იღებს უპრობლემოდ და მანქანა მოდის, როგორც კი გას ფეხს დააჭერს. თან სხვათა შორის თურ მოუძე გვაქვს ახლა გადასთვლი, ანუ სპორტზე არ გვაქვს და დარწმუნებული ვარ სპორტზე რო გადავშტო გაცილებით უფრო რესპონსივ გახდება გაზის პედალი და საერთოდ არ იქნება ის პრობლემა რომ აი დაუშვათ ტურბოს გამოაგვიანებს ძმა, ტურბოლაგი აქვს და ეგეთი რაღაცეები. ასე რომ კი, მანქანა მთლიანობაში კარგად და ესე დინამიკურად მოძრაობს, მით უმეტეს თუ იმას გავეთვალისწინებთ, რომ უკანა წამყვანი არის. რაც შეეხება გადაცემათა კოლოფს, ამ მანქანაში 2 ტიპის გადაცემათა კოლოფი შეგვხვდებათ კომპლექტაციების მიხედვით. შეგვხვდებათ 8 სიჩქარიანი ავტომატიკა, რომელიც ამაში დგას და ასევე 6 სიჩქარიანი მექანიკა. მექანიკას მარტო ის ადამიანები იყიდიან, რომელსაც მუღამი აქვს ზოგადად მექანიკის. კი, ვიცი, მექანიკის მუღამი რა არის, მაგრამ მე ალბათ ავტომატიკას ავიღებდი, იმიტომ რომ რავი, ყოველდღიურ გამოყენებაში მოდით ვაღიაროთ, მით უმეტეს ჩვენი ქალაქის პირობებში ძალიან კომფორტული ავტომატიკის გამოყენება რა. აი მექანიკას იმ შემთხვევაში გამოიყენებ თუ თავისუფალი გზები გაქვს, არ გაქვს საცობი და ასე შემდეგ. ავტომატიკა ჩემთვის პრიორიტეტულია ამ ეტაპზე. კოლოფს რაც შეეხება, ცუდად არ მუშაობს ეს 8 სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი. შეიძლება ისეთი სწრაფი ვერ არის, როგორც სიტყვაზე გერმანელების 8 სიჩქარიანი ZF გადაცემათა კოლოფი, რომელიც ხდება სხვათა შორის ამის კონკურენტებში, F30-ში ხდება ეგ 8 სიჩქარიანი ZF გადაცემათა კოლოფი. თუმცა ყოველდღიურ გამოყენებაში ვფიქრობ სრულიად საკმარისი არის. არ არის ეს სპორტული ავტომობილი და არ არის ვალდებული, რომ რაღაც გასაოცრად თავდეს სიჩქარეებში. სხვათა შორის ტიპტრონიკი არის ეს გადაცემათა კოლოფი, ანუ შეგიძლიათ თქვენ თვითონვე შეარჩიოთ სიჩქარეები. ბევრი აქედანაც გადართავს პირდაპირ კოლოფიდან, მაგრამ რატო უნდა გადართო აქედან, როდესაც აი ეს მაგნეზიუმის პედალ შიფტერები გვაქვს, ანუ ძალიან ლამაზად გამოიყურება, მართლა საჭიდანაც რო უყურებ, მართლა ძალიან ლამაზია ეს ვერცხლისფერი ნიკელის ფორმაში შიფტერები. რადგან შიფტერებს შევეხეთ, მოდით საჭეზეც გადმოვიდეთ. საჭე მომწონს, არ დაგიმალავთ, მაგრამ რაღაცა მინუსები მაინც უპოვეთ, ხო იცით როგორი ინტრიგანი ადამიანი ვარ მე. ანუ აი ეს სქელი არის და მომწონს, ხელში საკმაოდ კარგად ის, მაგრამ როდესაც სწრაფად მართავ მანქანას, მე მომწონს ხოლმე, როდესაც საჭე მიჭირავს აი ასე. და აი ეს ადგილი იმდენად სქელი აქვს, აი ეს ადგილი, რომ ანუ აი ეგ რო ამ ხელებს კიდე მე ეს თითები სადღაც წავიღო, აღარ ვიცი, ანუ აი ესე მიჭირავს, აი ხელები და ეგ ნაღადად არ მომწონს. აი ეგ რაღაც ადგილი რო იყოს დარჩენილი, რომ საჭეს ხელი მოვკიდო, ვფიქრობ უფრო კომფორტული იქნებოდა ამ მანქანის სპორტულად მართვა. და თუ ყოველდღიურობაში მართავთ, ეხლა იქ დიდად ხელს არ შეგიშლით, რა ვიცი, პირდაპირ შეგიძლიათ ცალი ხელით მართოთ, იმიტომ რომ ელექტრო რულავოი აქვს, ასე ვთქვათ, ანუ პირდაპირ რულავოიზე არ არის დასმული, ელექტროობა ეხმარება ამ მანქანას რომ უფრო რბილი საჭე კონდეს, შესაბამისად ერთი ხელით მართვა ამ მანქანაზე არ გაგიჭირდებათ არანაირად, მაგის გარანტიას გაძლევთ. რაც შეეხება მაჩვენებლების დაფას, საკმაოდ ინფორმაციული მაჩვენებლის დაფა არის და მთლიანად არის ელექტრო, ანუ პირდაპირ ეკრანია ჩაშენებული, რაც ჩემთვის არ არის კარგი, მინდა გითხრათ, აი ფიზიკური როცა არის ხოლმე გაცილებით უფრო მომწონს და თითქოს უფრო სპორტულ ხასიათს მატებს მანქანას. აი Porsche-ის მოდელები ძალიან მომწონს მაგის გამო, რომ მიუხედავად იმისა, რომ 21 საუკუნეა და ყველას თითქმის რაღაცა უზარმაზარი ეკრანი უდგას ხოლმე მაჩვენებლების დაფაზე, Porsche მაინც ფიზიკურ მაჩვენებლების დაფას იყენებს და ძალიან მაგად მომწონს. არის იქ რაღაცა ელექტროობაც ჩაშენებული, რომ თანამედროვეობას ხაზი გაუსვან, თუმცა ეს სპიდომეტრი არის ხოლმე ყოველთვის ფიზიკური და ძალიან მაგათ მომწონს ეგ. ჩემ მანქანას სხვათა შორის ფიზიკური არის. გადმოვიდეთ ამ ეკრანზე, სხვათა შორის გამიკვირდა, რომ 2016 წლიან მანქანაში ხდება touch-ი ეკრანზე. ეს არის Q, სხვათა შორის Q-ს ეძახის ამას Cadillac-ი და რა ვიცი, ხა 2016 წლიანია და ცოტა ლაგები აქვს რა და პრინციპში ხა მაგას სიძველეს თუ დავავლეთ, თორე თვითონ ფუნქციურად ძალიან კარგი არის ეს ეკრანი, ძალიან ბევრი რაღაცის საშუალებას გაძლევს, მაგრამ ერთი მინუსი რაც შეიძლება ვთქვა, ყველაფერი ეკრანიდან კონტროლდება, ანუ საკმარისი ღილაკები არ აქვს, აი ძალიან ბევრი ფუნქცია, რაც მინდოდა რომ მანქანაზე ჩამერთო, უნდა მეკონტროლებინა აქედან რა. შესაბამისად არ არის კომფორტული საერთოდ. ანუ რაღაცა ეკრანზე არ უნდა მიწევდეს მარტივი რაღაცების შეცვლა რა.
მინდა რომ პირდაპირ ღილაკი მქონდეს, უცებ დავაჭირო, გადავრთო და უფრო კომფორტულად ვიმგზავრო. არა, უნდა რაღაცა მოძრაობისას, უნდა ჩალიჩო აქ რაღაცებს, უნდა უჩხიკინო და ამ დროს ვიღაცა გადმოგიხტება ნაგიჟარი და შეასკდები რაღაცას, კარგად იყავ ისე ლობიო თევზი. არა მე არ არის ლობიო თევზი გარდა. ხალი მინდა ძმა. ბოსის აუდიო სისტემა გვაქვს სხვათა შორის ამ მანქანაში ჩაშენებული, რაც მომეწონა. აი როგორც აუდის მოყვარული ადამიანი შემახას ბოსის აუდიო სისტემა აქვს და აქაც ბოსის ლოგო რო დავინახეთ ძალიან მაგრად გამიხარდა რა რომ მეთქი აი ბოსის აუდიო სისტემა კადილაკში ვაიმე ხო აი აკარას მაგაზე უნდა მელაპარაკა რა კი მესმის დინამიკური მანქანა მესმის კარგ გამოცდილებას რო გადლებს ეგეც მესმის მაგრამ თურმოუთში როცა კომფორტით უნდა მგზავრობდე რეალურად რატო იტყმევინება პანღურებს ეს მანქანა ბუგაროკებზე ვერ ხვდები აი ძალიან ხისტია აი წარმოუდგენლად ხისტი არის წეგან ექსტერიერს რო განვიხილავდით რო თქვი რომ ძალიან დიდი დისკი აყენია მეთქი ამ მანქანაზე თქო და აი პროტექტორი რაღაცა ძალიან წვრილი რო ქონდა აი მანდედანვე მივხვდი რომ ეს მანქანა იქნებოდა საშინლად ხისტი აი საშინლად ხისტი და როგორც ვიფიქრე ზუსტად ეგრე მოხდა აი ეს მანქანა არის საშინელი მაგხურებ კომფორტული საერთოდ არ არის. აი, არ ვიცი, არ არის რბილი და არ მომწონს. მიუხედავად იმისა, რომ ხმის იზოლაცია აქვს, ძრავის ხმა მანქანაში არ შემოდის და რაღაცა, ეგ არის ძალიან დიდი მინუსი. რომ ფიზიკურად მანქანა არ არის რბილი. სალონის ხარისხი, რავი, რა შეიძლება რომ ითქვას ამ მანქანის სალონის ხარისხზე? აი, რავი რა, იაფიანი ტყავია მოეხა. აი, მოტყავოა ეხა ეს ტყავი არ არის, აი, რაღაცა ან იაფიანი ტყავია, რაღაცა ეგეთი. ну სუდი არ არის ეხა რეალურად რო დაფიქრდე ამერიკული მანქანა არის და მეტი არ მოეთხოვება ну ეს მოჩათლახებული არის როგორც ხედავთ ცოტა ქანაობს აქეთ-იქით ну ასე თუ ისე ეს რაღაცა პლასმასის რო ხელს კიდევ ცოტა ხმაური აქვს და ეგ ცოტა მინუსი არის მაგრამ ну არა უშავს დიდი არაფერი სავარძლების მემორიები გვაქვს ასევე ერთ-ერთი კომფორტის ნაწილი 2016 წლიან მანქანაში სხვათა შორის ორი სავარძლის მემორია აქვს რომელიც შეგიძლიათ შეცვალოთ თუ ორი ადამიანი მართავთ ერთი ერთზე დააყენებს მეორე მეორეზე და კომფორტი ასე თუ ისე და ხო კიდე რაც დავაფიქსირე მანქანა რო ქვრება მანქანას რო აკრობთ ანუ გადმოსვლას რო აპირებთ მანქანის სავარძლელი იწევა უკან ანუ კადილაკმა მოიფიქრა და კარგია რომ მოიფიქრა რომ მანქანა პატარა გამოვიდათ რეალურად და მოდი ეს ტექნოლოგია მაინც დავამატოთ რომ ტიპი რომ მანქანა გადმოიწვა სავარძლელი უკან გაუწევთ რომ უფრო მარტივად გადავიდესო გარეთ და კარგია იქ უკანზე დაუშვათ რო გადმოხვიდე და გააჩვრო მიჭყლიტაო ხო ეგრე გამოდის ანუ უკან კაც ბრიდავ წირა უკანს უკან ჰედაპი გვაქვს ასევე აი თუ გამოჩნდება კამერაში არ ვიცი მეგონი გამოჩნდება ხო ცოტა გამოჩნდა ჰედა და რავი ზიანობაში რა შეიძლება ითქვა სალონზე ცუდი არ არის ნორმალურია მაგრამ ეხლა რომ მითხრა შენ F30 ყიდდი თუ ამასო დავფიქრდებოდი მე სერიოზულად დავფიქრდებოდი ერთადერთი მიზეზი ალბათ რის გამოც კადილაკს ვიყიდდი არის რომ აი F30-ები უკვე ყველას ყავს აი ყველა F30-ით მოძრაობს რა აი თანამედროვე პრიუსად იქცა F30 აი ყველა F30 ყიდულობს ყველა ვისაც BMW-ს ასება მიდის F30 ყიდულობს ეს კადილაკი ასე თუ ისე განსხვავებული არის ვფიქრობ უფრო ელეგანტურიც არის ვიდრე F30 რაღაც უფრო ძვირადღირებული მანქანის შტაბეჭდებას ტოვებს ექსტერიერის ნაწილში და ხო ალბათ შეიძლება და მაგიტო მეყიდა მე პირადად კადილაკი და არა F30 ეხლა გვინდა რომ მანქანა დავლანჩოთ ნახოთ 100-მდე დაახლოებით რამდენ ხანში განავითარებ მე ოფიციალური წამზომი არ გვაქვს აი აქედან იცია მე მგონი მოცურების საწინააღმდეგო შეგვიძლია მოცურების საწინააღმდეგო გავთიშოთ დაწერა რომ გათიშულია რომ მოცურების საწინააღმდეგო მოუდი შეგვიძლია რომ შევცვალოთ სპორტზე დიდათ არ მინდა რომ გაზი ტორმოზი დავდო ჩვეულებრივ გაზ დავადგავ ფეხს და ვნახოთ როგორ წავა რა ხმა გამოუშვა უკნიდან ხედავ ბიჭო სპორტზე რაღაცა ხმები აქვს ძმაო ვერაფერს ვერ იტყვი და მე მგონი ბარბლები გავიგე ხო თუ მომეჩვენა ან ბარბლების ხმა იყო ძმაო რა სიძახი ჩემი და ნუ ხო საჭე ეგრევე დამძინდა სპორტ მოუძინ ცუდი ეჩქარი ბარა აქვს ძმაო ანუ ყოველდღიურობაში სასტავს კონკურენციას გაუწევ მომწონს მართლა მომწონს პედალზე აქ ისა რა ქვია რუჩნიკი და რო ჩაარტყავ ძალიან მაგარი ხმა აქ ესე ჩვენი კადილაკი მეგობრებო ეხლა
ალბათ ისეთი რაღაცები უნდა გითხრათ, რაც ადამიანებს ხშირ შემთხვევაში უფრო მეტად აინტერესებთ ხოლმე. ეს არის ამ მანქანის წვა. მე პატრონებს გავისაუბრე და როგორც მითხრა, საშუალოდ 8 litrს მოიხმარს ეს მანქანა ქალაქში. ანუ აი ჩვენ ქალაქში რომ მანქანა 8 litrს აწვავს მოიხმარს 100 კილომეტრზე. ვფიქრობ ძალიან მაგარი შედეგი არის 272 ცხენის ძალიანი და 400 ნიუტონმეტრიანი მანქანისათვის. აი ეს ალბათ იმიდან არის გამოწვეული, რომ მანქანა პატარა აწონაში სულ რაღაც 1500-დან 1600 კილოგრამამდე იწონის კომპლექტაციას გააჩნია, რა თქმა უნდა, და ასევე მისი 2 litrიანი ძრავი, რომელიც საკმაოდ ეკონომიურია, ასევე სხვადასხვა მოუდები გვაქვს, tour mode გვაქვს, sport mode გვაქვს და tour mode-ზე საკმაოდ ცოტა სწავს ეს მანქანა. მაგალითად მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა გვიყვეთ, აუცილებლად ვიდეო დაალაიქეთ, არქი გამოიწერეთ, მე კი როგორც ყოველთვის არ ვიცი შემდგომ როგორ ტესტ დრაივში შეგხვდებით. Adios.